ანუ არ ველოდი რომ ეგეთ ემოციებში ვიქნებოდი წიგნის ბოლოს, იმიტომ რომ ცხარე-ცრემლით ვტიროდი. აი გულწრფელად რომ ვთქვა, არ მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა. ანუ რაღაც პერიოდის მერე ძალით ვკითხულობდი. ძალიან ემოციური წიგნია, აღფრთოვანებული ვარ მთავარი პერსონაჟით და ზოგადად ამ ისტორიით. ეს წიგნი იკითხებოდა ძალიან მძიმედ. ეს იყო ემოციების ბუმი და აი ამ უკეთესი ცხოვრების საძიებლად წასულ ადამიანებს რისი გადატანაც მოუწიათ, პირადად ჩემთვის არის ნამდვილად შოკის მომგვრელი. მოგესალმებით და გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში მინდა გავაკეთო აპრილში წაკითხული წიგნების შეჯამება. აპრილში სულ წავიკითხე 4 წიგნი და შეფასებების კუთხით ეს თვე იყო ერთ-ერთი საუკეთესო. აქედან 3 წიგნი ავარჩიე TBR Kill-ის მეშვეობით და თუ ეს ვიდეო ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ და მეოთხე წიგნი აარჩია ჩემმა მეგობარმა წიგნის კლუბისთვის. ნამდვილად საინტერესო თვე გამომივიდა, წავიკითხე 4 სრულიად განსხვავებული წიგნი, სრულიად განსხვავებული პერსონაჟებით, შინაარსით და მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი აზრი და ჩემი შეფასებები. შეგვიძლია დავიწყოთ. პირველი წიგნი არის კრისტინ ჰანას 4 ქარი. კრისტინ ჰანა არის ამერიკელი მწერალი, რომლის ლიტერატურული კარიერა დაიწყო სრულიად მოულოდნელად. პროფესიით ის იყო ადვოკატი და როდესაც დაფეხმძიმდა, მას ექიმებმა დაუნიშნეს წოლითი რეჟიმი, რომელიც გაგრძელდა 5 თვე. 5 თვე წოლა მისთვის ნამდვილად არ იყო მარტივი და დედა მურჩია, რომ დრო წერაში გაეყვანა. და სწორედ ამ დროს მიხვდა კრისტინ ჰანა, რომ მისი ნამდვილი მოწოდება იყო წერა. დღესდღეობით ის არის ძალიან ცნობილი მწერალი და გვაქვს მისი რამდენიმე ნაწარმოები ქართულ ენაზე. მათ შორის 4 ქარიც. რაც შეეხება წიგნის სიუჟეტს, აქ გადავდივართ 1934 წლის ტეხასში, როდესაც დგება დიდი დეპრესიის ყველაზე საშიში და ყველაზე ბნელი პერიოდი. იმისათვის, რომ ფერმერებმა შეინარჩუნონ საკუთარი მიწა, ისინი ყოველდღიურად ებრძვიან საშინელ გვალვასა და მტვრიან ქარიშხლებს. და ყავს მთავარი პერსონაჟი ელსა, რომელსაც უწევს ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება. მან ან უნდა იბრძოლოს საკუთარი მიწისთვის, ან გაეშუროს კალიფორნიისკენ უკეთესი ცხოვრების საძებნელად. ეს ისტორია, რაც ამ წიგნშია მოთხრობილი, რეალურად გადახდა უამრავ ოჯახს. და აი ამ უკეთესი ცხოვრების საძიებლად წასულ ადამიანებს რისი გადატანაც მოუწიათ, პირადად ჩემთვის არის ნამდვილად შოკის მომგვრელი. როგორც ვნახე, კრისტინ ჰანამ ინსპირაცია აიღო ერთ-ერთი ფოტოგრაფის ნამუშევრებიდან, ეს არის დოროთია ლინჩი, რომელმაც სწორედ ამ პერიოდში გადაუღო იქ მყოფ ხალხს ფოტოები და მინდა რომ გაგიზიაროთ ის რამდენიმე ფოტო, რომელიც ვფიქრობ ზუსტად ასახავს ამ პერსონაჟსაც და იმ მდგომარეობას და სიტუაციას, რასაც ის გადიოდა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ კრისტინ ჰანას წერის სტილი არის საოცარი. გულწრფელად მეგონა, რომ მეც ყოველდღე ვიყავი ამ მტვრიან ქარიშხლებში, ამ გვალვაში, თითქოს აი მეც მცხელოდა, მეც თვალებში მქონდა ეს მტვერი და მთლიანად ვიყავი მოცული ამ სიუჟეტით, ამ პერსონაჟებით და ვერ ვწყდებოდი წიგნს. ელსა ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი, რაც კი წამიკითხავს. პატარა პრეისტორია, თუ როგორ ავარჩიე ეს წიგნი, TBR Kill-ში ამომივიდა ესეთი პირობა. წიგნი, რომელიც გატირებთ და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ამერჩია 4 ქარი. მატირა თუ არა ამ წიგნმა? დიახ, მეგობრებო, თანაც არაერთხელ. ცხარე-ცრემლით. ძალიან ემოციური წიგნია, აღფრთოვანებული ვარ მთავარი პერსონაჟით და ზოგადად ამ ისტორიით და რაც ყველაზე მთავარია, არ ვიცოდი, რომ ეს ამბები იყო რეალური, არ ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ხალხმა მართლა გადაიტანა და ვფიქრობ, რომ იდეალურად აქვს გადმოცემული კრისტინ ჰანას ეს ყველაფერი თავის წიგნში. და რაც შეეხება შეფასებას, რა თქმა უნდა, ეს იყო 5 ვარსკვლავი. აპრილის დასაწყისში წავიკითხე ეს წიგნი და ჯერ კიდევ ვფიქრობ ელსაზე, მის ისტორიაზე და ვფიქრობ, რომ ეს ემოციები კიდევ ძალიან დიდხანს გამყვება. შემდეგი წიგნი, რომელზეც უნდა გესაუბროთ, აარჩია ჩემმა მეგობარმა წიგნის კლუბისთვის და ეს არის ოთარ ჭილაძის „ყოველმან ჩემმან პონელმან“. ოთარ ჭილაძე არის ქართველი მწერალი, დრამატურგი და პოეტი, რომელიც დაიბადა სიღნაღში. მას უდიდესი წარმატება მოუპოვა ნაწარმოებებმა „ყოველმან ჩემმან პონელმან“, „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, „აველუმი“ და სხვა. მოქმედება ვითარდება გამოგონილ სოფელ ურუქში და ეს სიუჟეტი მიუყვება 4 თაობას. ყველაფერი კი იწყება ქაიხოსრო მაკაბელის ისტორიით. ქაიხოსრო ბავშვობაში სასწაულებრივად გადაურჩება სიკვდილს და ზრდასრულ ასაკში ის მიდის სწორედ ურუქში, სადაც მემკვიდრეობით მიიღო სახლი. ამ სოფელში ცხოვრობს ქვრივი ანა,
რომლის ცოლად მოყვანაც ძალიან სურს ქაიხოსროს. და სწორედ ეს სურვილი უდებს საფუძველს ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვს, რომელიც მიყვება 4 თაობას. როგორც ვნახეთ, ძალიან ბევრი მკითხველი ამ წიგნს ამსგავსებს გაბრიელ გარსია მარკესის მარტოობის 100 წელიწადს. როდესაც დავიწყე კითხვა, პირველი თავი ძალიან მომეწონა. საინტერესო ჩანდა სიუჟეტით, ძალიან მაინტერესებდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები, გავიგეთ ქაიხოსროს ისტორია და ვეცნობით უკეთ, ასე ვთქვათ, მის პერსონაჟს, მაგრამ ეს წიგნი იკითხებოდა ძალიან მძიმედ. იმდენად რთულად და არასასიამოვნოდ წავიდა ჩემთვის კითხვის პროცესი, რომ წიგნის აღება არ მინდებოდა. ეს არის ჩემთვის განგაშის სიგნალი. ნამდვილად იყო რაღაც საინტერესო მომენტები, ბოლო 2 თავი კარგი იყო, ყველაზე კარგად ეგ 2 თავი იკითხებოდა, მაგრამ აი მთელ ამ პროცესში ვერანაირ კავშირს ვერ ვგრძნობდი ამ წიგნთან. აი გულწრფელად რომ ვთქვა, არ მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა, ანუ რაღაც პერიოდის მერე ძალით ვკითხულობდი. საბოლოოდ ალბათ ეგეც ახდენს გავლენას შეფასებაზე და კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რამდენად ჯობია ხოლმე ამ დროს ბოლომდე მიიყვანო წიგნი. იქნებ ჯობია რომ უბრალოდ გადადო და ან სხვა დროს წაიკითხო, ან არ წაიკითხო. არ ვიცი. საბოლოო ჯამში ამ წიგნს დავუწერე 3.5 ვარსკვლავი და რომ ვაღიარო ყველაზე დაბალი შეფასება დავუწერე წიგნის კლუბში. არ ვიცი, შესაძლოა ჩემშია პრობლემა და რაღაც არასწორ დროს ავიღე ეს წიგნი, მაგრამ გულწრფელად რომ ვაღიარო, დიდად არ მომეწონა. შემდეგი წიგნი არის მერი კუბიკას Local Women Missing. მერი კუბიკა არის ძალიან პოპულარული ამერიკელი მწერალი, რომელიც უმეტესად წერს თრილერის ჟანრში. მისი ნაწარმოებები დღესდღეობით 30-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. ამ წიგნის კითხვის ვლოგი მიდევს ჩემს არხზე და თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ, თან სპოილერების გარეშეა და ძალიან გაერთობით და მოდი მოგიყვებით სიუჟეტზე. გვაქვს ძალიან მშვიდი და წყნარი ქალაქი, სადაც მოულოდნელად გაუჩინარდება ერთ-ერთი მაცხოვრებელი ქალი. რამდენიმე დღის შემდეგ კი გაუჩინარდება კიდევ ერთი ქალი და პატარა გოგონა. პოლიცია ცდილობს რომ გამოიძიოს ეს საქმე, მაგრამ შედის ჩიხში და საქმე იხურება. ყველაფერი კი იწყება თავიდან, როდესაც 11 წლის შემდეგ გაუჩინარებული გოგონა ბრუნდება. წინა წიგნის შემდეგ მჭირდებოდა რაღაც ისეთი მარტივი, ჩამთრევი სიუჟეტი და ეს წიგნი იყო იდეალური. ეს იყო ემოციების ბუმი, ან წამით ვერ მოეშვებით ამ წიგნის კითხვისას, მუდმივად ვიყავი ჩართული, გადადება არ მინდოდა, ძალიან მაინტერესებდა რა როგორ განვითარდებოდა. ზოგადად როცა ვკითხულობ ხოლმე თრილერს, ავტორი მუდმივად ცდილობს რომ დაგვაეჭვოს სხვადასხვა პერსონაჟებზე, რომ აი ისიც შეიძლება იყოს დამნაშავეს, ისიც. აქ ფიქრობ, ნაკლებად იყო ეგ, ავტორი ნელ-ნელა გვიზიარებდა რაღაც მნიშვნელოვან დეტალებს, მაგრამ არ იფიქროთ რომ ამან გააფუჭა სიუჟეტი ან ნაკლებად საინტერესო გახადა პირიქით. და დასასრული და ის თუ როგორ აიხსნა ზოგადად ეს ამბავი იყო ძალიან კარგი. ანუ არ ველოდი რომ ეგეთ ემოციებში ვიქნებოდი წიგნის ბოლოს, იმიტომ რომ ცხარე-ცრემლით ვტიროდი, ზოგადად მტირალა ვარ. მაგრამ ვიყავი რეალურად უზომოდ კმაყოფილი. ასე რომ არ დამრჩენია რაღაც პასუხგაუცემელი კითხვები, არ მიფიქრია რომ რამე იყო არალოგიკური და ძალიან ვისიამოვნე ამ წიგნით. ამ წიგნს დავუწერე 5 ვარსკვლავი. რაც თრილერისგან მჭირდება, ყველაფერი მომცა ამ წიგნმა. და აქვე დავამატებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურადაა, ძალიან მარტივად და ძალიან გასაგება წერია. ასე რომ გირჩევთ. სანამ ბოლო წიგნს განახებთ, გაგიზიარებთ, რომ აი ამ 3 წიგნის შემდეგ, რაზეც ვისაუბრე, ჩემი ემოციური მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. სამივე წიგნში იყო რაღაც არასასიამოვნო მომენტები, მძიმე სიუჟეტები და თავს გრძნობდი ძალიან ცუდად. თრილერის კითხვისას კი გავერთე, მაგრამ ბევრი არასასიამოვნო რაღაც ხდებოდა ამ წიგნშიც და ეს თვე ემოციურად გადაარჩინა ლორენ რობერტსის უძლურმა. ეს წიგნი. ლორენ რობერტსი არის ახალგაზრდა ამერიკელი მწერალი, რომელმაც სახელი გაითქვა სწორედ Powerless-ის სერიით. თუმცა ამ ავტორის გარშემო არის ატეხილი ძალიან დიდი სკანდალი და მკითხველები მას ადანაშაულებენ პლაგიატში. ისინი ამბობენ, რომ Powerless-ი დაიწერა წითელი დედოფლის და შიმშილის თამაშების გავლენით. ახლა რას ვფიქრობ მე ამ ყველაფერზე? სანამ გაგიზიარებთ ჩემს აზრს, მანამდე 1-2 სიტყვით მოგიყვებით სიუჟეტზე. სამეფო არის დაყოფილი 2 ნაწილად, არიან ელიტები და ჩვეულებრივები. ელიტებს აქვთ მაგიური ძალები, ხოლო ჩვეულებრივებს არანაირი ძალა არ გააჩნიათ. მეფეს კატეგორიულად არ სურს ჩვეულებრივების გაჩერება სამეფოში. ყავს მთავარი პერსონაჟი პეიდენი, რომელიც თავს ასაღებს ელიტად, რომ გადარჩეს ამ სამეფოში და ყავს უფლისწული კაი, რომელსაც ევალება ჩვეულებრივების განადგურება.
გარკვეული მოვლენების შემდეგ პეიდენი აღმოჩნდება შეჯიბრებაში, სადაც უნდა იბრძოლოს გადარჩენისთვის. ფიზიკურად მეტს ვერ გიყვებით, რომ არ დაგასპოილეროთ, მაგრამ ხალხო, ეს წიგნი. მე ვარ ამ წიგნზე შეყვარებული. მე ვარ ამ პერსონაჟებზე გაგიჟებული და მინდა რომ უბრალოდ ყველას ველაპარაკო კაიზე. ეს წიგნი არის საოცრება და მიყვარს. აი ასე, გადავწყვიტე. დასაწყისში ცოტა ნელა მიდიოდა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვეცნობოდით პერსონაჟებს, ვეცნობოდით როგორი სამეფო იყო, ასე შემდეგ. უნდა ვაღიარო, რომ მსგავსება ნამდვილად არის შიმშილის თამაშებთან, წითელი დედოფალი წაკითხული სამწუხაროდ არ მაქვს და მაგ ფაქტმა ცოტათი გამაღიზიანა. მაგრამ რაც ამ ორ პერსონაჟს შორის ხდება და როგორი ქიმიაც აქვთ და როგორი ურთიერთობაც აქვთ, უბრალოდ მიყვარს. აღარ მაინტერესებს რომელ წიგნს გავს ეს და არის თუ არა რომელიმე წიგნის გავლენით დაწერილი. ავტორს აქვს ძალიან კარგად გადმოცემული ამ ორი პერსონაჟის გრძნობები. დასაწყისის შემდეგ ერთიანად კარგად წავიდა ეს წიგნი და ძალიან ვისიამოვნე. ბოლოში ერთი ძალიან საინტერესო ამბავიც მოხდა, რომელზეც შოკირებული ვიყავი და ერთი სული მაქვს ახლა, როდის გავაგრძელებ ამ სერიას. პეიდენი და კაი არის ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი ჩემთვის. რომ ვამბობდი, რომ ვერაფრით ვერ წავიკითხე რომანტაზის ჟანრში ისეთი წიგნი, რომელზეც გავგიჟდები და მომეწონება მეთქი. ეს არის. საბოლოო ჯამში, შეფასებას რაც შეეხება, ამ წიგნს დავუწერე 4.5 ვარსკვლავი. რატომ დავაკელი 0.5? პირველი, თვალი ვერ დავხუჭე მსგავსებაზე შიმშილის თამაშებთან და ასევე ბოლოში ერთი ამბავი მოხდა, რომელიც მთლად ლოგიკური არ მეჩვენება და თუნმე წაკითხული გაქვთ სიამოვნებით განვიხილავ მაგ ამბავს თქვენთან. მოკლედ, ამ სერიის დაწყება ძალიან მეზარებოდა, მაგრამ ახლა ერთი სული მაქვს გავაგრძელო, კიდევ კარგი რომ დავიწყე. ამ სერიაში არის 3 წიგნი და 2 ნოველა და რაც მთავარია, ეს სერია არის დასრულებული. მადლობა ლორენ. ასე რომ ნახოთ როგორი იქნება შემდეგი ნაწილები. და მივუახლოვდით ვიდეოს დასასრულს. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ბევრი წიგნი ვერ წავიკითხე ამ თვეში, მაინც უზომოდ კმაყოფილი ვარ, რადგან აღმოვაჩინე ჩემთვის ახალი მწერლები, არც ერთი მათგანის შემოქმედებას აქამდე არ ვიცნობდი და ასევე აღმოვაჩინე ჩემთვის უსაყვარლესი პერსონაჟები. კომენტარებში გამიხარდება თუ გამეზიარებთ თქვენ რა წიგნები წაიკითხეთ აპრილში, ასევე თუ ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყეთ რომ დაალაიქოთ. თუ წიგნები გიყვართ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. ახლა კი დაგემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. დროებით!